კვირას 6 საათზე ქეთი კვაჭანტირაძესთან ერთად კურიერი ჟურნალისტები და დღის სტუმრები მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. განახლებული მესტია დღეს სვანეთში რამდენიმე ახალი ობიექტის პრეზენტაცია გაიმართა. დღევანდელ დღეს კონცერტი და ფეერვერკი დაასრულებს საზეიმო ღონისძიებები ამ წუთებში გრძელდება, თუმცა მანამდე რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში სვანეთის ცენტრში ნინო სამყურაშვილი გვეტყვის. დავიწყებთ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი ბოლოს ესტუმრა სვანეთის ისტორიულ უბანს ლანჩხულს, სადაც არის მე-12 საუკუნის კოშკები დგას, მიუბრუნდება პირვანდელი სახე და მიმდინარეობს მისი სრული რეაბილიტაცია. კონკრეტულად მიმდინარეობს კოშკების რეაბილიტაცია, ასევე თავიდან შენდება სახლები და რეაბილიტაცია უტარდება და იგება თავიდან შიდა გზები, რაც წლების განმავლობაში იყო აქ ძალიან დიდი პრობლემა. მესტიაში აქვე რეაბილიტაცია უტარდება ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც. ესე გაუკეთეთ, ხო? გესაუსები გაუკეთეთ, ხო? აკეთებ გესაუსებს, ესე იგი. ესე რეალურად როგორც თბილისში რეალურად ახალი სახლები აუშენდა ბევრ ხალხს, კოშკები აღუდგა, ქვის სახურავები, წყალსადენების რაღაც რო ითხოვთ, რედვესტი. კიანა წყალს ესე რეალურად ყველას უჩნდება საშუალება რომ გააკეთოს სასტუმრო. ყველას უჩნდება შემოსავლის წყალი. და რეალურად საერთოდ სხვა გაზომბების გადაცეს. და გიეთ ნამდვილად სწორად ჩადებული ფული ამას. არა? დიდი იმედი დამონეურებელია. იმედი გა შემოსავალი და მოვა პირველად. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. აქ სანამ მარილი და საჭმელი და ორჯერ სამჯერ ძვირი ვიდრე ბარში მის გამო ერთ პერიოდზე. გზასთან ერთად ყველაფერი აფრთება, ხო, მაგრამ ნუ თავარი ახლა აქ შემოსავლის წყაროები, პატარა საწარმოები, ეს ქართლი უპროფესიონალური ეს რაც ქართლი გაკეთა ასფალტის და ცემენტის და ბეტონის და ეხლა უკვე სასტუმროები და კაფეები და ეხლა. აგარ რამოდენიმე ის უკვე აგერ ეხლაც არიან უცხოელები ამ დროსაც კი თეზორიან. ბატონო პრეზიდენტო, უკაცრავად. დიდი მადლობა, მე ლანჩხოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და ვიტალი მარგიანი. გაგეცნობით, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. რას აუცილებელია, რაც სასიკეთოა ყველაფრის აკეთება. მერტი იყოს თქვენი მფარველი. დიდი მადლობა. გაუჩნდა ხალხს პატარა სასტუმრო. სვანეთის ხალხის სახელით დიდ მადლობას გაუჩნდა პატარა სასტუმრო ხალხს. ჩდება ყველაფერი და ეს ეტაპი, რომელიც დაიწყო ბოლომდე რომ დამთავრდება ყველაფერი ოღონდ თქვენი თავისუფლება. მთელი წყალსადენი შევა, მთელი კანალიზაცია, გზები ამოდის. ამოვიდა. ამოვიდა. ელექტროენერგია. რამდენი იყო ტურისტები? აი ძალიან მეორე ვიდრე შარშან, ძალიან დიდი განსხვავება. ორჯერ მეტი იყო უკვე? სამჯერად. აი მომოწეს ნამდვილად სამჯერ მეტი იქნება ვიდრე. რა გედაცე. აქ აივანი და გაუკეთე, მაშინ მაღლა გაბაგარი კაფე გამო. და სხვა ლაპარაკი მაშინ.ია პროექტი ისინი აკეთებენ პროექტს ახლა. წინ აივანი და მე გამოვიდა რაც კაფე. რესტორანის გესტაუსებით, ხო? სულ დაუნთორნო. ყველა ოჯახს აი ბოლომდე მოუწყოთ ინფრასტრუქტურა, რომ იყოს შეძლონ თავის შენა კარგად. ისინი აკეთებენ დასრულებელ პროექტს ეგრევე გადავდივართ. აი, ეს ისიც ბოლომდე შემოვა სარტყელი. ბატონო გასაგები. არის აი ეს გამოგროთიკა? აი ზევსკინდა დამაგრება. აი ეს ვიცი, ბატონო, ეს პრობლემა. ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი რამოდენიმე წუთი. ბლაგის გაჩერების პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი ვარიანტია ცოტათი შევჭრათ და ხეობა მაინც გაუხსნათ და როგორმე ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, ხეები როგორც იყო, რაც გაიჩეხა, რაც ამას აჩერებდა, ამაზე დაურდა და ხეობა ჩასაფეხურებიან საფეხურებს დამცავები ხეები. დავაკეთე რა პირველი ობიექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში ამოსვლის შემდეგ გახსნა, იყო იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული 30 მეტრიანი ხიდი. ხიდის გახსნას ესწრებოდა თავად პროექტის ავტორი და არქიტექტორი იურგენ მაიერიც, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა მესტიაში, ასევე აეროპორტის გზასთან ახლოს არის ეს ხიდი და მის სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობდა რეგიონალური განვითარების სამინისტრო. ამის შემდეგ კიდევ გაიხსნა ორი შენობა, რომელიც არის გერმანელი არქიტექტორის მიერ იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული. ეს არის პოლიციის 5-სართულიანი შენობა მესტიაში და ასევე იუსტიციის სახლი. იუსტიციის სახლი კი ყველა იმ მომსახურებას თავაზობს, რომელიც ზოგადად იუსტიციის სახლები ითვალისწინებს. ეს არის სამოქალაქო საჯარო რეესტრი განთავსდა, ასევე მესტიის პროკურატურა
პროკურატურა ქორწინების სახლი და არქივის ფუნქციასაც შეითავსებს. ეს იუსტიციის სახლი. მე ვრად მოყვები ამ ხიდის ისტორიას, რომ იურგენს მეიერის გავიცანი მე შემთხვევით მიუნხენში ვიყავით, მიუნხენის კონფერენციაზე და ციგრის მაღაზიაში შევედი და სულ ყველგან ვნახულობ ხოლმე არქიტექტურის ციგნებს და პირველ შეხვალში მოხვდა იურგენის არქიტექტურის ციგნი. და ეს მართლა არის ახლა ერთ-ერთი სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური და მაგარი არქიტექტორი. ძალიან ავანგარდისტული. და იქიდან ჩამოვედით მე შევხვდით და რაც თავარია, რატომ მომწონს მე მასა მუშაობა, არის ის, რომ ის აკეთებს ყველაფერს ძალიან ჩქარად. და ჩვენ დრო ძალიან ცოტა. ყველაფერი უნდა გავუკეთეთ ძალიან ჩქარად. და თუ უცხოელი საკვება, მაშინ უცხოეთში ეს უფრო რთული თულად, ნელად, აგეგმით, არსად არ ეჩქარებათ. ამ კაც ეჩქარება ასე ჩვენსავე. კარგი რაც ხმახდა, რომ ამ პერიოდში გამოჩნდა ბევრი ძალიან მაგარი ქართული არქიტექტორიც. და ესე იგი, ადრე თუ უცხოეთთან მოყავდა ყველა, ხო? ახლა უკვე ქართველებმა ისწავლეს ძალიან მაგარი რაღაცების პროექტები შექმნა. ბევრი გავაგზავნეს სკოლებში და ჩვენი ერთ-ერთი პირობა სხვა უცხოელებთან როცა მუშაობთ, რომ ქართველები აიყვნენ თავის სახელოსნოებში, ასევე შეგირდებათ, რომ მათაც ასწავლონ. ყველაფერი ჩვენ ყველანი სწავლობთ. ეხლა აქაც უკანასაც უყურებთ ეს ნაწილი, იქიდან ხარის ლანჩვარის ნაწილი აქ და ეხლა ეს მეორე ნაწილი დგება და უბრუნდება პირავნელ იერსახეს. იმიტომ რომ ქვის გადახურვა ხდება და არა ისეთი როგორც იყო საბჭოთა შესტის და ხნიათ ეს გზა შიდა ყველა გაკეთდება. ახალ წლამდე პრაქტიკულად ყოფილი იქნება ახლა. ძალიან მაგარი. და პეაცნა პროდუქცია ძირითადად ესა მომავალ წუთაში ძალიან ბევრი სასწავლო აქვს. What do you say? Shall we see other things by you? Yes, of course. Yeah, we started with the airport. We came here this morning. And the bridge is a good entry to the city. Yeah, sure. Yeah. აი ეს ნახავთ სოფლიოს ყველა არქიტექტურის სოფლიოში შევა, რუსეთის მესტეშეო, მაგრამ ესეც ახალი საფოსტო პარტია 10 საუკუნე. რამდენი 10 საუკუნე ხო? პრაქტიკულად 10 ბოლო კოშკები მე-13 საუკუნეში, ესე იგი, თითქმის 8 საუკუნე არაფერი კარგი სვანეთში არ აშენებულა. და ეხლა დაიწყო. და აღარ გაჩერდა. I There is a butterfly inside. Okay. That's kind of cute. Yeah, it's very special. აი ეს არის აი მართლა ის ალბათ სოფლიოში ეს საუკეთესო არქიტექტურა. აი ფორმაც აი გარედან კარგად არის. სპეციალური ფორმები ჩამოვიტანეთ. ვაუ. აქედან რო ყურებ ისე. აქედან რო ჩერე ზემოთ ძალიან მაგარი. და დღეს ჩვენ ასეთი ტიპის მშენებლობა რო შეგვიძლია, უკვე ესეც ძალიან მაგარია. მე აი, რასაც აგრეხი, თერალ დამდგარა უკვე აგრეხი. არ დამთავრდა. ყველაფერს ასე დაჩქარება და უხარისო და სუდა და გაუაზრება. დაუმთავრებელია. როგორც ის ხიდია დაუმთავრებელი. ძალიან განათებულია. განათებულია სულარი გეცვლას. You finish it. It's yours. Take it. Okay, go ahead. Okay. Good. Let's go. აბა როგორ არის? ნახე რა ხედია, აი, ნახე ხედი, ნახე. შენობა ფანტასტიკური მართლა. მე მგონი მესტიასაც შეესაბამება და იუსტიციის სახლის უნიკალობასაც. თავისი არქიტექტურით, დასთავარია ხვალიდან უკვე ყველა მოქალაქეს მივიღებთ, გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად 250 სერვისი იქნება შესაძლებელი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. ეს არის ვიზები უცხოელებისთვის, თქვა კომპანიის რეგისტრაცია, ქონების რეგისტრაცია, იგივე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ყველაფერი შეუძლიათ, რომ აქ აიღონ თავიდან დოკუმენტები. ეს ჩვენი პროექტები, აკუმულირებული გავხსენით, თავი ის აქტიურად მუშაობ. ქუთაისის 29 სექტემბერს გავხსნით. ქუთაისის ოფისს, რაც აქტიურად ასრულებს. უკვე 29 სექტემბერს უკვე მზად იქნება ქუთაისი.
წესრიგების გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მესტიის ცენტრში ფეხით გაიარა, ადგილობრივებს გაესაუბრა, რის შემდეგაც კი დააგემოვნა სვანური სამზარეულო, რომელიც აქ ადგილზე მოამზადეს ადგილობრივებმა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა. დღეს ასევე მესტიაში გაიხსნა ჰოსტელის სეტი, ეს არის სასტუმრო 46 ადგილიანი და მაშინ მესამე სართულზე განთავსებული არის ვარდების რევოლუციის ბარი, რომელიც პირველი სტუმარიც იყო დღეს მიხეილ სააკაშვილი. ამ ბარის ერთ-ერთ კედელზე არის წარმოდგენილი ექსპოზიცია და იმ პუბლიკაციებისა, რომელიც 2003 წელს უცხოვრდა ქართულ პრესაში ვარდების რევოლუციის შესახებ იწერებოდა. სადა 40 წუთში ამოვიდით. სადა 45 მაქსიმუმ თან ჩქარა არ გვივლია რა ესე. და აგეს მაგარი სადა 40 ესე კი ის ნიშნავს რომ ჯერ ყველაფერი გაიაფთება. ჯერეთი სხვა თუ არაფერი ამდენი ხალხი ყავს ამ გზაზე დაღუპული აღარ დაიღუპება ხალხი ძალიან მაგარი რაღაცა და სამაგრები გავაკეთებია აქეთ რომ ან გადაცვლიდან მანქანები ღამეს ბოძებია რომ განათეს კარგად ეხა იმდენო ხალხი არ ისე წელს როგორ იყო ტურისტები ხომ არა წელს რაც იყო აი გარანტიას ვიწყებ რომ მომოწეს იქნება მინიმუმ ორჯერ წელს უკვე ორჯერ მეტი იყო ვიდრე ჩარჩა და მინიმუმ ორჯერ მეტი თუ კარგად ვიმუშავე სამჯერ და ოთხჯერ მეტი იქნება უკვე მომავალ თუ რეისებს დავიშოთ ახალი გზა უკვე ასევ საშუალებას რომ ზამთარში ამოვიდნენ ნებისმიერ ზამთარში ეხლა წელს ვაკეთებთ აქ პირველ 2 საათში შეალოს საბაგიროს ხო 2 საათს მომავალ დაიწყო დაწყებული არის სადაც საბაგირო არა შეიძლება იმით აქეთ საჯარო ეს წელს იქნება პატრონზე მომავალწელს უკავოთ თეთრულზე და მე მომავალწელს ვიწყებთ უკვე მომავალწელს იწყება და დამთავრება 2013-ში უშგულის და იქაც კიდე ის გაკეთება ეს ამოიღოთ ძალიან ბევრ ხალხს იქით ესე იგი წელს იქნება პირველი ორი საბაგირო მომავალწელს იქნება 3 დამატებით საბაგირო და მე უკვე უშგულის გზა და უშგულზე კიდე ორი საბაგირო ასე რომ აქ უნდა იყოს 9 მილიონი ეხა წელს ამოვა რამდენი 40-50 000 არა მეტი 50 მეტი ამოვა აი მე გეტყვით რა მაქსიმუმ 2015 წელს გვაქვს ჩვენ მოდერნიზაციის კეკი აი თავს დავდებ თუ 2015-ში აქ არ იყოს 500,000 ამოვა რა თქმა უნდა ეს ნიშნავს რომ ყველაფერი გაგვეხიდება ეს ნიშნავს რომ კიდე ვინც აქედან დასულია უნდა მოუბრუნდეს და თავის სახლებს დაუბრუნდეს აი ხალდეშიც კი რომელიც მიტოვებულია საუკუნეზე მეტია ორი მოსახლე ჩამოგვიყვება ყველაზე დიდი მოთხოვნა არის სვანეთზე და მესტიად რომ ჩამოდგება აბა რა იქნება ხა აი ეს მართლა არის სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ყველაზე ლამაზი ხეობა სოფლიოში ამას თავს დავდო გზაზე მოდიხარ აგა კახას დადებული გზა კახას დაგებული ნაწილი იყო ყველაზე მაგარი Higher please. ეს არის კუბდარი. ჟურნალისტებად ხოთ. ისე არ გამოვა. მარტო მიკროფონები და ფერა გამოვა. აიგეთ. რა წოდეთ. ბიჭო. აჰა ვერა. ეს არის კუბდარის რეკლამა. მე იმდენად მიყვარს კუბდარი რომ რეკლამა არ მჭირდება ის რაც. არა, შენ ახალ კუბდარის რეკლამა. ვერას უყავს კუბდარი, ეს არის კუბალის რეკლამა. კუბდარს ეკნება 20-ჯერ 5-ჯერ მეტი გასაღება. თბილისში გაიხსნება ბევრი სვანური რესტორანი ამის გამო. მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ აი ეს ნახეთ როგორ ეს ტრადიციული მოხატულობა რომ მეჩვენებებზე კეთდება ეს არის მე ვნახე აქ სვანეთში მუზეუმში რომელიც ახლა აღდგენის პროცესში ასევე და მინდა ვთქვა რომ ეს მუზეუმი თვითონ იქნება
ძალიან მაგარი რომელიც გაკეთება წლის ბოლოს, მაგრამ ამის გარდა თვითონ ყველგან სადაც გება ახალი სახლები, გარშემო უნდა გამოყენებული იყოს ტრადიციული სვანური მასალები და ასე მოხატულობა. მე სხვა შორის აქ რო ამ პიცას რო პიაცას რო ვაკეთებით, ვიყავით პერუში და იქ ვიყავით მაჩუ-პიჩუ არის ესეთი ადგილი, რომელიც არის და გვერდზე ქალაქ კუსკო და შეტანილია მსოფლიოს ამ თავარ 9 სასწაულში ეხლა და იქ დადის წარმოუდგენ რაოდენობის ხალხი თემ მსოფლიოს. სადაც გადასაკარგავში პერუს ბროშურს არის ყველაფერი და ვიდრე ჩვენ. და იქ ნახე ხის აივნები, ისეთი მაგარი ხის ნამუშევარი აივნები, ოღონდ მე-16 საუკუნის და გამახსენდა რომ სვანეთში კიდევ უფრო მაგრა ამუშავებენ ხეს. და ამიტომ დაურეკე სასწრაფოდ აქაურს მისცა იყო შენობას პასუხისმგებელი, უთხრე რომ გავაჩეროთ ყველა მშენებლობა და ყველაფერი გავაკეთოთ სვანურ ხეში, აი დაუხარჯოთ უფრო მეტი პროძვირად, მაგრამ ყველაფერი სვანურ ხეში. ისევ როგორც გადახურვა უნდა იყოს ქვის შენობების და არა ჟესტის. იმიტომ ეს მე საბჭოთა კავშირმა შემოიტანა. ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებ, ჯერ ახალი არქიტექტურა იქნება საოცრება და ამის გარდა რაც იყო ამათ სიდიადის ნაწილი, ხვა, ხე, ხატრობა, რაც სხვა შორის არცაც სხვა საქართველოში არ არის და ეს ყოველთვის ახლა ფათუმის გამოიყენეთ ევროპის მოედანზე ზუსტად სვანური სტილი, ეს ყველაფერი ხელახლა დავაბრუნოთ სვანეთში. ეს მოიქცა ვერაფრ და მაია. და ძალიან მაგრა გააკეთეს, იმიტომ რომ სანამ დიდი ბევრი სასტუმრო აშენდება, ახლა ერთი რაღაცა რამდენი სასტუმრო ზაუნდა აშენდა. ყველას უხსნით და ვიგდა რომ კიდე ბოჭი გამო რამდენი სამ დააშენოთ იმდენი იქნება დატვირთული. აქ არის სეზონი თელი წელი. კიდე ზღვაზე სადღაც ბათუმში დას გატენილი ხო, მაგრამ მაინც ზაფხულია და შემოდგომა გაზაფხული. აქ არის თელი წელი. სამთარი გაზაფხული შემოდგომა ზაფხული. ეს უკვე წინასწარი დაგისმები გვაქვს ოქტომბრის ბოლომდე და მინდა ვთქვა რომ მთელ მესტიაში, არა მარტო ამ ჰოსტელში და მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ადგილი არ არის, ამიტომ მე იმედი მაქვს რომ აბსოლუტურად ყველა საქართველოს მოქალაქეს გამოუჩნდება ინტერესი 20 ლარი მესტიაში 20 ლარი ღირს და თან დილით პროდუქტ შედის თუ არ მეშლება 60 შედის, კი 60 შედის აბსოლუტურად ასე რომ რა მაგრამ მინდა დავხარე ამჯობად ეს არის ბაჯების რევოლუციის ბარი. აი ამ რა თქმა უნდა ხოსას ყავს შვენიერი და მომხიბლავი შემქრონელი აგერ მაისი და მოდის სახით, მაგრამ თუ იმას აინტერესებს რა სარგებლოა მოიტარა ვარდების რევოლუცია, აი ის რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში და თქვა რომ გვეყო აღარ შეგვიძლია, ამოვიდა ყელში უშუქობა, უდენობა, უშუქობა, უგზოობა, კრიმინალის თარეში, უბრალოდ გამოთაყვანებული მთავრობა. უგანად განათლება არა, ხალხი გარბოდა ქვეყნიდან ყველა მიმართულებით. და ყველაფერი და უიმედობა და ცინიზმი, ხო? ვისაც უნდა თქვა, აი ძალიან კარგი ადგილია ვარდების რევოლუციის ბარისთვის. ძალიან კარგად მოვფიქრებიათ, იმიტომ რომ ნახოთ მესტია, იმიტომ რომ აქაც მოვიდა ვარდების რევოლუცია. აქამდეც მოაღწია და თან მოაღწია ძალიან მაგარი გზით. მე საარჩევნო მიტინგი აქ რო ჩავატარებ ვარდების რევოლუციამდე 2 კვირით ადრე, ჯერ ერთი მითხრეს რომ ხეობაში რო შემოსულიყავი, მინდოდა ადგილობრივ კრიმინალებს უფლება. და ნუ ამაზე რა თქმა უნდა ცივი ვარი თქვი და დავემუქრე რომ არ უნდა გამოსულიყავ და მეორე 7 საათი მოვუნდით აქ ამობუხებას ჯიპებით და დაგვთა ანუ აი სრულიად ძალიან ღირსების მქონე ხალხი ძალიან რაღაცნაირად ვცდილობდნენ რომ წელში გამართული ყოფილიყო, მაგრამ ნუ აი ძალიან უიმედოებში ყოფი და ძალიან სასწაულს წარკვეთილი და შეხედეთ მაშინ და იყო და რა არის დღეს. ძალიან მიხარია რომ ზუსტად სვანეთში ხდება ესეთი აღორძინება და ესეთი ახალი საქართველო იქნება და ერთ-ერთი კუთხე არის სვანეთი. და ასევე მიხარია რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დავინახე დღეს, რომელიც მართლა ჩამოვიდა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სვანეთში დაბადებულები და დღეს დაბრუნდნენ. მე მიხარია რომ ძალიან ბევრი ადამიანმა ორ წელი თავდაუზოგავად იშრომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რამე თუ 1500 კაცი მუშაობდა ამ გზაზე. ხო წარმოგიდგენიათ რამდენი ქარხანა გაიხსნა. გზაზე პერიმეტრზე არის 6 ქარხანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კაი გზის დაგება ისწავლეს სვანებმა, ძირითადი მოსახლეობა ამ 1500 კაციდან სვანები იყვნენ და მე დარწმუნებული ვარ, გზების მშენებლობას სხვა მიმართულებითაც სვანეთში დავიწყებ და გავაგზავნებ.
კუნძულში დღის ბოლოს არის დაგეგმილი კონცერტი ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მესტიელების და ასევე ამოსული სტუმრებისათვის მგზავრების იზრუნებენ. მესტიიდან ნინო სამყურაშვილი საუბრობდა.